მიკრობანკების მოგება გაიზარდა 2026 წლის 4 თვეში ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკის MBC-სა და კრისტალის წმინდა მოგება 7 მილიონი ლარია, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. მაჩვენებლებით კრისტალი ლიდერობს მიკრობანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან. ირკვევა, რომ კრისტალის მოგება 5.800.000 ლარია, MBC-ის მოგება კი 1.200.000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ პირველი მიკრობანკი ქართულ ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ენერგო დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკის ფონზე ქარის ენერგია გლობალური ენერგეტიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით სექტორი მსოფლიოში სწრაფ გაფართოებას განაგრძობს, განსაკუთრებით ვითარდება ოფშორული ზღვის ქარის პროექტები, ბაზარზე მთავარ მოთამაშედ კი ქარის ტურბინების ჩინური მწარმოებელი კომპანიები რჩებიან. წელს მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება კავკასიის რეგიონში და მათ შორის საქართველოში 2031 წლისთვის ქვეყნის მიზანი ქარის ენერგიის სიმძლავრის 1300 მეგავატამდე გაზრდა. პროექტებში კაპიტალის ამოღების საშუალო პერიოდი 5,5 წელია, ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელი კი თითქმის 20%. გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურა, ქსელთა მიერთება და პროექტების დაფინანსების მაღალი ღირებულება. საქართველოდან საექსპედიციო ჯგუფურ ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა. ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ასეთი ტურების ხანგრძლივობა 20-დან 25 დღემდე მერყეობს. ყველაზე ბიუჯეტური საექსპედიციო ტურის ღირებულება კი $2,500-დან იწყება. ტუროპერატორების განმარტებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული მიმართულებები უკვე ხელმისაწვდომი გახდა და მოგზაურთა დიდი ნაწილი უფრო ეგზოტიკურ დანიშნულებებს ირჩევს, მათ შორის აფრიკას, აზიასა და სამხრეთ ამერიკას. კომპანიების ინფორმაციით ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი კენიის, ტანზანიის და ზანზიბარის ჯგუფური ტურებია. შემოდგომიდან კი აქტიურდება ბალის, ვიეტნამის, ტაილანდის, ასევე ბრაზილიის, კორეის და იაპონიის ტურისტული მიმართულებები. საქართველოში თევზის იმპორტი იზრდება. ქვეყანაში იანვარ-აპრილში $2,600,000 309 ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა. გაურმაგებულია როგორც პროდუქციის, ისე ღირებულების მაჩვენებელი. თევზის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, ამავდროულად გაზრდილია თევზის ექსპორტით საქართველოდან. საანგარიშო პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე საქართველომ $564,000 თევზი გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი $511,000 მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. საქართველოში ნუშის მოსავალი სავარაუდოდ 25-30%-ით გაიზრდება. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თუ კლიმატურმა პირობებმა ფერმერებს ხელი არ შეუშალა, მოსავლის მოცულობა 6,000 ტონას მიაღწევს. ნუშის ბაღები ქვეყანაში უკვე 6,000 ჰექტარზეა გაშენებული, უმეტესად შიდა და ქვემო ქართლში, ასევე კახეთში. ამჟამად ქვეყანაში ნუშის 5-6 ჯიშია გავრცელებული, ძირითადად საუბარია ევროპულ ჯიშებზე, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში ყველაზე კარგად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში წარმოშობილი ნუშის ჯიშები ხარობს. ნუშის მოსავლის აღების პროცესი აგვისტოდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. შინაური ცხოველების პლატფორმა თათის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის გასამაგდა და ამ დროისთვის 20,000 აჭარბებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია როგორც შინაური ცხოველების მფლობელების, ისე ბიზნესის მხრიდან. კომპანიამ რამდენიმე თვის წინ ვეტკლინიკებისთვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფაც დანერგა, რომელიც ექიმების მართვას, პაციენტების ისტორიას, ლაბორატორიასა და ინვენტარიზაციას აერთიანებს. ახალი სისტემა უკვე გამოიყენება 10-მდე კლინიკაში და ინტერესიც იზრდება, განსაკუთრებით რეგულაციების გამკაცრების ფონზე, როდესაც სახელმწიფო კლინიკებისგან მონაცემების უფრო ეფექტიან მართვას ითხოვს. კომპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველა ვეტკლინიკისა და გრუმინგ სერვისის ერთ ეკოსისტემაში გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ასევე აქტიურად ნერგავს AI-ზე დაფუძნებულ ფუნქციებსაც.
Ferrari ელექტრომობილების ბაზარზე ოფიციალურად შევიდა, კომპანიამ საკუთარი პირველი სრულად ელექტრონული მოდელი Luce წარადგინა. 4-კარიანი ელექტრო სუპერკარის ფასი 5000 ევროზე მეტია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 310 კილომეტრი. შედეგად Ferrari ელექტროფიკაციაში მილიარდობით ევროს აბანდებს და იტალიის ქალაქ მარანელოში ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურაც უკვე შექმნა. თუმცა ამ ეტაპზე პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლები ელექტრომობილებზე სრულ გადასვლას კვლავ კრიტიკულად უყურებენ. სუსტი მოთხოვნის ფონზე Reuters-ის ინფორმაციით, Ferrari მეორე ელექტრომოდელის გამოშვება 2028 წლამდე გადადო, ხოლო Lamborghini-მ მსგავსი პროექტი სრულად შეაჩერა. ანალიტიკოსების შეფასებით, Luce კომპანიისთვის უფრო სტრატეგიული ინვესტიციაა, რადგან ეს არის მცდელობა მაღალი მარჟის მქონე პრემიუმ ბაზარზე ლიდერობა ელექტრომობილების ეპოქაში შეინარჩუნოს.